საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე არის დილიდან ჩვენთან ერთად, სწორედ მასთან გადავინაცვლოთ ბიბლიოთეკაში ახლა. ამინდის პროგნოზის სპონსორია ნუბის საბავშვო პროდუქტების სერია. არ შეიცავს ტოქსინებს და სრულიად უსაფრთხოა პატარებისთვის. ნუბი, ამერიკული ბრენდი თქვენი ბავშვებისთვის. დილამშვიდობისა გიორგი, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. კიდევ ერთხელ დილამშვიდობისა და დილამშვიდობისა მთელ საქართველოს. დღეს ძალიან კარგი დღეა, რადგანაც ჩვენი ჩართვების შემდეგ, სადღაც 10:30-ისთვის დაიძრებით თბილისიდან ძალიან კარგი მისიით ჭიათურისკენ. რა მოხდება? კი ბატონო, ჩვენ შეიძლება ნაწილს მაყურებელსა მოეხსენება, რომ გვაქვს მოძრაობა ეკვილიბრიუმი, რაც გულისხმობს სოფლის ბიბლიოთეკების განახლებას, აღდგენას და ასე შემდეგ და რიგ შემთხვევაში ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ ყველაფერს რაღაცა კონკრეტული ინიციატივის სახე მივცეთ. ამ შემთხვევაში უდროოდ გარდაცვლილი ირაკლი ლოლაძის სახელი დაერქმევა სოფელ ხრეიჩი ბიბლიოთეკას და ეს იქნება მედიათეკის ტიპის ცენტრი. აქ ფიქრობთ, რომ იყოს პატარა კინოდარბაზი, იყოს სადისკუსიო კლუბი და ასე შემდეგ და ამით გავაცოცხლოთ ამ ძალიან ნიჭიერი ადამიანის სახელი, ისევე როგორც ვთქვათ, ივლიტას შემთხვევაში ივლიტას ბიბლიოთეკა დღეს ჩოხატაურში ძალიან აქტიურად მუშაობს. კარგია ასეთი ინიციატივები, რა თქმა უნდა, ბიბლიოთეკა ასევე გამოდის ინიციატივით წიგნების შეგროვების, რომელზედაც კარგად და დაწვრილებით ვისაუბრებთ აუცილებლად სხვა ჩართვებშიც. გიორგი, ბიბლიოთეკაშიც სიახლეებია, ხო? ბევრი ახალი დარბაზი გემატებათ, განახლებითი სამუშაოებია. გითხარით ამის შესახებ. ბიბლიოთეკაში ჩვენ ძალიან აქტიურად მუშაობთ ახლა პირველი კორპუსის განახლებისთვის. ეს არის ლეგენდარული კორპუსი, მასში ნებისმიერ სტუდენტს ერთხელ მაინც აქვს წიგნი გადაშლილი. ძალიან მალე ჩვენ აქ გავხსნით წიგნის მუზეუმს, ძალიან მალე გავხსნით დამწერლობის მუზეუმს, ორივე დარბაზი განახლდება და შესაბამისად მე მგონია, რომ ძალიან თანამედროვე ევროპული გარემო დახვდება მკითხველს, სადღაც დაახლოებით 1 წელიწადში პირველი კორპუსი სრულად ამუშავდება. ჩვენიერი ეს არის თემა, რომელიც მართლა ძალიან გაგვახარებს ყველას იმას, ვინც ერთხელ მაინც არის თუნდაც სტუდენტობის დროს ვაშინგტონ საჯარო ბიბლიოთეკაში ნამყოფი და ეს, რა ვიცი, გარემო კარგად ახსოვს. გიორგი, რაც შეეხება დღევანდელ ჩვენ თანაწამყვანობას, ჩვენ გვინდა გთხოვოთ, რომ სრულიად საქართველოს სწორედ თქვენგან მოისმინოს დღეს. სიამოვნებით, უკვე მეორედ ვცდილობ ამ საკითხს და ვნახოთ მეორე სეზონზე. გისმენთ. მოკლედ დღეს ბათუმსა და ფოთში +17 გრადუსია მოსალოდნელი, 18 გრადუსამდე გათბება ჰაერის სოხუმში, ზუგდიდში 17 გრადუსი სითბო იქნება, +13 გრადუსი მოსალოდნელი ახალციხეში, 15 გრადუსამდე გათბება ჰაერი ქუთაისში, ლენტეხში +14, ცაგერსა და ამბროლაურში იქნება 13 გრადუსი, 13 გრადუსი არის ნავარაუდევი ცხინვალში, წყორში ჰაერი 15 გრადუსამდე გათბება, +19 გრადუსია მოსალოდნელი თბილისში, რუსთავში 21 გრადუსი სითბო იქნება, თელავსა და სიღნაღში 17, ხოლო ყვარელში 20 გრადუსი სითბო არის ნავარაუდევი. ჯერჯერობით მაინც სითბო არის, თუმცა საღამობით მაინც ჩემთვის უკვე სუსხია პრინციპში, იმიტომ რომ ხო, საკმაოდ აგრილდა. მადლობა გიორგი, რომ ხართ ჩვენთან ერთად 1 საათით გემშვიდობებით დროებით.